მოგესალმებით ქართული TV-ს ეთერიდან. თქვენ უცგერთ გადაცემას ცოდნის კიბრი, რომლის ავტორი და წამყვანი გახლავართ მე, მარინა აბაშიძე. ტელევიზიაში ხდება ცვლილებები. რასაკვირველია, სასიამოვნო და სასურველი. ამის გამო დღეს სასაუბროთ უნდა მოსულიყო თქვენთან შესახვედრად ბატონი თემურ შაშიაშვილი, რომელსაც ძალიან საპატიო მიზეზი აქვს და დაგახვედრეთ ქალბატონი მედია აბაშიძე და ბატონი კოტე კემულარია, რომელთა შესახებ მოგვიანებით მოგახსენებთ. ამ ცვლილებების გამო მინდა მოგახსენოთ, რომ ტელევიზია ვიცით, რომ ჩამოყალიბებულია და იღვაწეს ამის ჩამოსაყალიბებლად ბატონმა რეზოჩხეიძემ და მერაბ ბერძენიშვილმა. ეხლა აგრძელებს ბატონი თემურ შაშიაშვილი. ძალიან მინდა, რომ ეს ცვლილებები, რაც ახლა მოხდება, იყოს ღირსეული და ტელევიზიისთვის ძალიან სასარგებლო. ეხლა კი მოგახსენებთ, ქალბატონი მედია გახლავთ სააქციო საზოგადოება ქართულის დირექტორი. ხოლო ბატონი კოტე კემულარია გახლავთ მეცნიერთა კონგრესის წევრი, ტელევიზიის მეგობართა დარბაზის წევრი, გახლავთ ყოფილი არ შეიძლება დიპლომატზე ითქვას, ალბათ დიპლომატი უნდა სულ დიპლომატი იყო, მაგრამ გავიხსენებ მის იუსტიციის მინისტრობასაც. მაგრამ ბატონო კოტე ვისაკებლებ ახლა მე და ჩემი ის არის საერთოდ მოწოდება წიგნების და ისიც, რომ კითხვები დავსვა. ეხლა აქვე გამიჩნდა აი ესეთი კითხვა. დიპლომატის დიპლომ მატარებელი ადამიანი. გიწევთ ხოლმე არადიპლომატიური საუბარი? ნუ ვცდილობ ყოველ შემთხვევაში რომ დავჭერ ამ სივრცეში, მაგრამ ეს რანგი რჩება მართლაც სიკვდილამდე სრულფერიანი და საფრანგეთში ამის ჩამოთმოთ შეუძლებელია გარდა სასამართლოს სათავისუფლება, ამიტომ ცოტა ხასიათშიც უნდა იყოს გავაცნობ. ჩემ ხასიათში არის ეს, რომ დავჭერ ამ სივრცეში და რაღაც მაქსიმალურად ვცდილობ ჩვეულებრივი ურთიერთობებშიც შევინარჩუნო ეს. ძალიან კარგი პასუხმილებული. მეგობრებო, ეხლა უკვე მე დავუთმობ სასაუბროთ მედია აბაშიძეს ალბათ დიპლომატების ის რასაკვირველია ესე ჯობია მედია აბაშიძეს სასაუბროთ მივცემ დროს, რომ მან აგვიხსნას რა ხდება, როგორ ხდება და რა იქნება ბოლო პროდუქტი. მოდი ესე მოგესალმებით. მადლობა. დღეს ცოტა სიღრმეებში შესვლა გამიჭირდება, მაგრამ ერთის დადასტურება შემიძლია, რომ მიმდინარეობს რეორგანიზაცია ტელევიზიაში პროფესიონალი ჯგუფის ხელმძღვანელობით და ეს იქნება სრულიად ახალი, ჩვენთვის ახალი და არა მხოლოდ ჩვენთვის უნიკალური ფორმა დემოკრატიულობის ნიმუში, თუ როგორ უნდა იყოს მართული ტელევიზია. ეს მთლიანად არის ამ პროფესიონალი ადამიანების დამსახურება, ეს არის მათი ხედვა, არის აქ ძირეული დეტალები, რომელიც დღეს მე ბევრი რამე არც ვიცი სიმართლე გითხრათ და ვერც გავაშერებ, იმიტომ რომ როგორც მე ვიცი, ამისი პრეზენტაციაც უნდა მოხდეს ოფიციალური. მაგრამ ერთი რამის დადასტურებით თქვა შემიძლია, რომ ყველაფერი ნაბიჯები, რაც არის მიმართული, რაც ხორციელდება სამწუხაროდ ხან ცოტა მტკივნეულია ცვლილებების ნაბიჯები, ხან მეტნაკლებად, ყველაფერი არის მიმართული იქით, რომ ეთერი იყოს უფრო მრავალფეროვანი, ტელევიზია ემსახურებოდეს ჩვენს ქვეყანას, ტელევიზიაში დაცული იყოს სიმართლის ხარისხი და ეს ტელევიზია თავისი უნიკალურობით უკვე არის გამორჩეული იმით, რომ აქ ყველა შეხედულების ადამიანი შეუძლია მობრძანდეს და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე დააფიქსიროს თავისი აზრი. რეორგანიზაციაც მთლიანად არის მიმართული
აი ამაზე, რომ ეს იყოს სახალხო ტელევიზია, თქვენ ბრძანეთ დასაწყისში, რომ ისეთი ადამიანები უდგანან ამას სათავეში დამფუძნებლების სახით და ასევე ისეთი პიროვნება განაგრძობს ამ იდეის მსახურებას, რომ სხვანაირად არც იქნება და ვერც იქნება. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, მე გახლავართ სააქციო საზოგადოება ქართულის უკვე დანიშნული დირექტორი, აქამდე მხოლოდ ისეთი შეთანხმება იყო ჩვენ შორის, ახლა ოფიციალურად ვარ უკვე დანიშნული დირექტორად. მარტო მე არ ვარ დირექტორი, ჩემამდე იყო არაჩვეულებრივი ადამიანი ბატონი ირაკლი მაჭავარიანი, რომელმაც ძალიან ბევრი თანადგომა და ძალიან კარგი როლი შეასრულა ტელევიზიის განვითარებაში და ასრულებს დღემდე. ჩვენ ვართ ერთად, მე და ბატონი ირაკლი ამ შემთხვევაში. რომან ურვა გახლავთ ამ სააქციო საზოგადოების დამფუძნებელი ბატონი რომანი და ესეც არის ერთ-ერთი უნიკალური შტრიხი ამ ტელევიზიისა, რომ აი ეს ადამიანების გარემოცვაში ძალიან ადვილია აკეთო კეთილის საქმე, განვითარდე, წინ წახვიდე, ჩვენი ამოცანაც და მიზანიც არის ის, რომ ვიყოთ უფრო უკეთესები, ვიდრე ვიყავით გუშინ. ამისთვის არავინ არაფერს არ იშურებს, არ იზარებს პირიქით. ჩვენ ვართ შეხმატკბილებული ადამიანები ერთმანეთში და მე იმედი მაქვს, რომ ეს გაგრძელდება, ასე ვიქნებით და გავაგრძელებთ ქართული საქმის კეთებას. ძირითადი შიდა აღწერილობა ალბათ თქვენთვის მერე საინტერესო იქნება და მოგიწევთ იმ ჯგუფთან ის ჯგუფიც გამოვა ტელევიზიის ეთერის საშუალებით და ისინი უფრო დეტალურად ტექნიკური მიმართულებით აღწერენ თუ რა სახის ცვლილებები უნდა იყოს ტელევიზიაში და ამაზე უკვე მუშაობთ. სხვა მე რა შემიძლია გითხრათ, მინდა წარმატება უსურვო ქართულ ტივის და დიდი მადლობა უთხრა თითოეულ ადამიანს, რომელსაც აქვს გარკვეული ღვაწლი ამ ტელევიზიის მიმართ წლების მანძილზე. ეს არ იყო ადვილი, ეს ძალიან რთულია, იმ მცირე ფინანსური თანადგომით და არარსებობით შეიძლება ითქვას, რაც ამ ტელევიზიას რეალურად ახლავს თან, მაგრამ იმედით ვიყოთ და სურვილი რაც თავარია იმის, რომ ვიყოთ უკეთესები, ეს არსებობს და როდესაც არის სურვილი და მინდომება, იქ ყოველთვის საქმე კეთდება. არ შემიძლია არ დაგეთმო. კი. ბატონო, იქიდან გამომდინარე, რომ თქვენზე წერია ბაუწე მაყურებელს, რომ ხართ მეცნიერთა კონგრესის წევრი და ასევე ტელევიზიის მეგობართა წევრი. დიპლომატია ცალკე ეს მეგობართა დარბაზის წევრი და სხდომებზე ხშირად ხედავთ აქ. ამდენად თქვენ მიგხედავთ როგორც ამ ტელევიზიის შიდა სამზარეულოში ჩახედულ ადამიანად. ბატონო, რა შეგიძლიათ თქვათ ამ წუთში არსებულ ტელევიზიაზე და აი რასაც აპირებენ ეჭვი მაქვს, რომ თქვენ საქმის გულში ხართ. მადლობა მოწვევისთვის. არ შემიძლია მოვიდენო შესაძლებლობა, რომ ავესალმოთ ამ ჩვენს პროექტის შედგენას ლამაზის ქალბატონს. მე ქალბატონმა მოგვითხრა ახლა ამაზე ფიქრობდი ზუსტად, რომ ლამაზი საბავშვისთან მოხვედრა ეს თურმე ნიშნავს, უკვე სურვილების ასრულება და დიდი მადლობა ქალბატონს. რა თქმა უნდა, მე ამ ტელევიზიის ნამდვილი მეგობარი ვარ. ის რომ ქალბატონმა თავიდან თქვა, რაც არის, რაც გამოარჩევს ამ ტელევიზიას, საქართველოს ტელევიზიიდან, არის პირველი ზუსტად ის, რომ ეს მეცნიერთა კონგრესი და ქართული ტივი არის სინთეზი, ჩვენ მეცნიერთა კონგრესის წევრები აუკავთ ამ ტელევიზიას, როგორც არ მარტო მეგობრებს, არამედ შვილს, ნათესავს, რაღაც ისე. გიჩნდება ზრუნვის აი ზუსტად ამის მადლობთ. აი ზუსტად მაგის გამომდინარე, რომ ამას მოვუაროთ, გავუშვიდეთ თვალისჩინით და ასე შემდეგ. და თავისთავად ტელევიზია აქ შეკრებილი ადამიანები ბატონი თემური შეშეშვილი, რომელსაც ძალიან დიდი პატივისცემა შეიტანა ჩვენმა ზუსტად ის, რაც შექმნეს იმ ორმასულ მართლმადიდებლობამ, რეზოჩხეიძემ და მეგაპიზენიშვილმა და რა ჩაკითხეს სახელებია რა ჩადეს
აქ ამ იმაში რომ ეს უნდა იყოს არავის ხალხის იცით რომ პასუხისმგებლობა სხვაგვარია იცით არა დიდი დოზი რა თქმა უნდა თითქმის შეუძლებელი საერთოდ ტელევიზია ისეთი მიმზიდველი გამარი რომ აქ ყველას უნდა დასაკუთრება რა თქმა უნდა ყველას უნდა მისი აზრი ის უჩვენებელი ამბავია სოფლიოში სამყაროში იმიტომ რომ ძალიან გავლენიანი ასეთი სუბიექტია ცნობიერებაში მიუჭირება და ასე ვთქვათ ზეგავლენას ახდენ მაგრამ საბედნიეროდ და დიდი მადლობა ამის შეშიოში რომ მან ყველაფერი იყო მოდი ვთქვათ შესაძლებელი და შეუძლებელი რომ დღემდე მოიტანა ეს როგორც დამოუკიდებელი ეს დღემდე არის ასე შემოწირულობებით არ არის აციური ას დე ფაქტო ას დე იურე არ არის ხალხის მოდი ვთქვათ ჩვენი ტელემაყურებლების და ეკუთვნის როგორც საქართველოს ტერმინი ამაყრეს ეს ეკუთვნის ქართულ ხალხს და ეს არის ის უნიკალურია ეს ჩემპიონი რომ რომ აქ მეცნიერები არიან გამოჩენილი ძალიან დიდი ავტორიტეტები რომელსაც ხედავთ ჩვენ ტელემაყურებლები აი ეს რაზედაც ამახვილებთ ყურადღებას რომ მეცნიერთა კონგრესი და ქართული ტიმის მეგობრობა თანამშრომლობა იძლევა საშუალებას რომ აქ მაღალი კულტურა იყოს და სხვა დროში ვიწევა ეს პოლარიზაცია რომ ყველა ტელევიზია მოდი ვთქვათ უცბად არის პარტიული სამთავრობო და ერთადერთი რაც რჩება აქ მომენტ შეიძლება იყოს მოდი ვთქვათ პირდაპირ მეცნიერები ანუ დაფუძნებული მაღალ კულტურაზე, ცოდნაზე და პასუხისმგებლობაზე. და ბუნებრივია ეს დიდი ფუფუნება იქნება ჩვენი ტელემაყურებლისთვის, რომ სადღაც არა რაღაცის გატანა, ვიღაც გამო არამედ სიმართლის, ცოდნის და ამ ქვეყნის სახურების. და ამას შანსი აქ ამ ტელევიზიას სულ და ჩვენ ლაპარაკობთ. და ლაპარაკობთ და ჩვენი მოდევებაც ახლა არის რომ რაც შეიძლება მეტი დოზით შემოვიტანოთ ეს და გადავიტანოთ ყოველდღიურ სატელევიზიო საქმიანობაში რომ ჩვენ მაყურებელმა ეს ყველაფერი იგრძნოს და განსაკუთრებით სოციალური მედიის გააქტიურება სწორედ ამაზე არის ერთული რომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანს ჰქონდეს საშუალება იცნობდეს ქართულ ტივის თავისი არაჩვეულებრივი გადაცემებით, საავტორო გადაცემებით თქვენი მსგავსი რამდენიმეა და ეს მეცნიერთა კონგრესის დროც გადატანილია უფრო აქტიურ დროში, როდესაც მაყურებელი უყურებს და ეს შემდეგ მეორდება, ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ ადამიანებმა მეტად გაიცნონ ეს ტელევიზია. ინფორმირებული მეტად იქნან კი. ახალია. ეხლა მინდა ორ რეგეს ქალბატონსაც და ბატონსაც. თქვენთვის სასურველი სამაგალითო ტელევიზია როგორი გეჩვენება და როგორი უნდა იყოს აი ბატონმა კოტამ ნაწილობრივ თქვა ნაწილობრივ კი მთავარი თქვა მაგრამ აი მაინც აი როგორი გინდათ აი ბატონ კოტა მე შემიძლია თავისუფლად თქვა რომ თქვენ თვლით ამას თქვენ ტელევიზიად რატომ იმიტომ რომ ნახეთ მეგობართან ვსწრებთ სხდომებზე ხედავთ. ეს იგი ეს თქვენი ტკივილი და სიხარულია ეს ტელევიზია. უფრო მეტი შორმე აქვს ავტორო გადაცემა მიყავს. ანუ ნაწილი რაცემია. პოლიტიკური ანალიზი გვირის, სადაც ძალიან საინტერესო გადაწყვეტილებას რომ გავუადვილოთ აი ძალიან რთული პრობლემური ვითარება რომ რა ხდება კვირის განმავლობაში ყოველ შაბათს ასე რომ მე ნაწილი ვარ ჩვენ ვალდებულები ვართ რომ იცით არ დავუშვათ ძირს ის განზომილება დავუშვათ რის ქვემოთაც ცოტა ლაქამი ადგება იმის ტელევიზიას ესე იგი ჩვენ უნდა დავიჭიროთ წამყვანებმა რომ ვიზრუნოთ იმაზე რომ რაც შეიძლება მე პირადად როგორ ხედავ სურვილი ჩემი როგორი არის მე არამხოლოდ ტელევიზიას ზოგადად ვთვლი რომ ჩვენ ძალიან საინტერესო თაობა ვართ. დავიბადეთ სრულიად სხვა ეპოქაში, მოგვიწია ქარტეხილების გავლა, ვართ დღეს საოცარ სამყაროში, ამ სამყაროს სირთულესთან ერთად ძალიან ბევრი მომხიბვლელიც ახლავს, ეს უნდა ვთქვათ. აბსოლუტურად დრო არის სხვა სიჩქარე, დროის სიჩქარე
აბსოლუტურად შეიცვალა ღირებულებები და მე ასე მგონია პოლიტიკოსიც, ტელევიზიაც, საქმიანობაც ყველაფერს ექნება ეფექტი 21 საუკუნეში თუ ის იქნება სიმართლეზე დაფუძნებული და იქნება მართალი. სხვადასხვა აქ მე ვიყავი ინიციატორი ბატონო კოტემკიიცის ლაივების მომატების და რატომ მეცავარ მაგის ხო რა თქმა უნდა ტექნიკურად ცოტა რაღაცების გაუმჯობესება გჭირდება და ზუსტად ამიტომ არის ეს პროფესიონალი ადამიანების ჯგუფი ვინც უკეთ იცის თავის საქმე და უკეთ შეძლებს ამის გაკეთებას მაგრამ მე რატომ მომწონს ლაივი მე ხშირად ვადევნებ თვალს ალ-ჯაზირას BBC-ს მინდა გითხრათ უფრო ალ-ჯაზირასკენ მიხვდები. შენ ორიგინალშიც ისმენ, იმიტომ რომ ენას ხო, ამიტომაც უსმენ ხოლმე რომ რაღაცა ენასთან მქონდეს კავშირი და ძალიან მომწონს ლაივი რატო ისე ცოცხალი, რაც მოდის, თითქოს ის ცოცხალი არის უფრო მეტ სიმართლესთან დაკავშირებული, ხო? აი ვისურვებდი რომ ჩვენს ტელევიზიაში იყოს ლაივები ისეთ საკითხებზე, რაც ძალიან საინტერესოა ადამიანებისთვის და ადამიანმა იგრძნოს რომ ეს რაღაცა დადგმული კი არ არის და ისეა ჩამოყალიბებული როგორც ჩვენ გვინდა მას მივაწოთ და არა ეს ყველაფერი არის ცოცხალი საუბარში რა თქმა უნდა ბუნებრივობაში იბადება ჭეშმარიტება მე ტელევიზიის განვითარებას ვხედავ ასე რა თქმა უნდა ტექნიკურ განვითარებასთან ერთად სადაც მე პროფესიონალებს მივანდობ ამ საქმეს წარმოვიდგენია რომ ეს ტელევიზია უნდა იყოს რაღაცა ხალხისთვის საყვარელი ტელევიზია, როდესაც გახვალ ადამიანი და იგრძნობ ამას მაყურებლისგან რომ მაყურებელია მაყურებელი გიყურებს, აინტერესებს, უნდა შეივსოს აუცილებლად ახლა ბატონო კოტემძანა და ერთ-ერთი წარმომადგენელი ჩემთვის ის გახლავთ იმ საპატრიცემულო ადამიანებისა, ვინც აქ დაბრძანდებიან მართლაც რომ აი რაღაცა ნაღები დადის ამ ტელევიზიაში დღევანდელი ჩვენი საზოგადოების მაგრამ მე ვისურვებდი უფრო მეტ ჩართულობას ახალგაზრდობის აი ესეც მინდა რომ ძალიან შემოვიდეს იმიტომ რომ ახალგაზრდა არის მომავალი და ჩვენი ვალია რომ მათ უსმინოთ და ავყვეთ იმიტომ რომ ისინი რაღაცებს ჩვენ ბჯობნიან დღეს არის კი ესეც აი ეს უნდა იყოს რა თქმა უნდა აუცილებელი და ამას კანონიც გვალდებულებს მომდევნო არის ის რომ ჩვენ უნდა გქონდეს საინფორმაციო გამოშვება და ის სწორედ როდესაც მივალთ უკვე საინფორმაციო გამოშვებამდე, რასაც ბატონი კოტეძენა ბრძანებდა, აი საინფორმაციო არის ის, სადაც უნდა სამართლიანობა იყოს მაქსიმალურად დაცული. ჩვენ თუ ამას შევძლებთ, რომ ისე მივაწოდოთ მაყურებელს ინფორმაცია, რაც რეალურად არის, ეს იქნება ჩვენი უდიდესი გამარჯვება, იმიტომ რომ დღეს სამწუხაროდ არსებულ ტელევიზიებში მსმენელი ვიღებთ იმას, რომ არის ერთი კონკრეტული ოპოზიციური პარტიისკენ მიმართული საინფორმაციო, სადაც სულ ოპოზიციაა მართალი, არის საინფორმაციო, სადაც სახალისუფლების ჯგუფია მართალი, ეს რა თქმა უნდა ასე არ არის, ხდება რაღაცები, რაც უნდა მოვიწონოთ, ხდება რაღაცები, სადაც უნდა უთანაგრძნოთ ხელისუფლებას, იმიტომ რომ მეტი გამოსავალი ალბათ არ არის, ხდება რაღაცები, რაზეც უნდა გქონდეს ჯანსაღი პროტესტი. რატომ უსვევ ხას ჯანსაღს? პროტესტი ყველგან არსებობს, ოჯახშიც კი, დედმამიშვილებს შორის, მაგრამ პროტესტი არ უნდა იყოს იმისი საშუალება და მიზანი, რომ ადამიანები ერთმანეთს შეურაცხყოფა მიაყენონ. პროტესტი უნდა იყოს ჯანსაღი, ჩვენ უნდა გქონდეს იმ პროტესტის მოსმენის და მიღების უნარი და საშუალება და ეს თუ საინფორმაციოში ჩვენ შევძელით მომავალში, ჩემი სურვილი რაც ვბრძანეთ რა, როგორ ხედავ ტელევიზიის განვითარებას, ვხედავ ასე, რომ უამრავი საინტერესო ადამიანი უნდა ტრიალებდეს აქ მუდმივად, უნდა იყოს ლაივი მუდმივად აქტუალური, ჩართული და აქ უნდა იყოს ესეთი საინფორმაციო, სადაც ადამიანებს გაუჩნდებათ, რომ ჩართონ, რომ აი იქ ჩვენ მოვისმენთ ნამდვილ ამბავს, ის რაც მოხდა ყოველგვარი მიკერძოების გარეშე. ეს ფუფუნება ძალიან დიდი და ეს არის მომავალი, ქალბატონი მანანა. მე ასე მგონია, რომ დღეს რაც ხდება, აი ბატონი კოტეს გადაცემა ეხლა არ ვიცი რამდენად მაქვს უფლება რომ გავუსვა ხაზი, მაგრამ მართლა ძალიან საინტერესოა. მე ყოველთვის უსმენ მას, ვახვალ ხოლმე, იმიტომ კი არა რომ რაღაცა პირადი ის მაქვს მისვლა და ისეთი საინტერესოა რომ იმ ანალიზს რომელსაც იზრდებს, ახლა ამას ესე მე ვერ დავდებ.
ვერ ვიფიქრებ, იმიტომ რომ ამას ჭირდება ჯერ დიდი ინფორმაცია, შესაბამისად დიდი გამოცდილება და ცოდნა, რაც ბატონკოტეს აქვს და ძალიან საინტერესო ამის მოსმენა, რომ რა ხდება ჩვენს ირგვლივ. ჩვენ ერთიარად ხედავთ რა ხდება ჩვენს თავს, მაგრამ რეალურად ჩვენ ხო იმით ვიმართებით რა ხდება ჩვენს ირგვლივ. აი ასეთი ტელევიზია წარმომიდგენია მე და დიდი სურვილი მაქვს, რომ ამ ყველაფერს ქმნიდეს მოსიყვარული, აი ოჯახად გაერთიანებული გუნდი. აი როგორ, აი უნდა მეთქვა, ოჯახად, ყველა ერთმანეთს ვეხმარება. იმ შრომის უკან იდგეს ადამიანები, ვისაც ერთმანეთი უყვარს, ვისაც ერთმანეთის დანახვა უხარია, რეალურად დღეს ეს ტელევიზია და აქამდეც არსებობს მეგობართა ჯგუფით, რომელიც წევრიც ბატონი კოტეც გახლავთ და რომ არა ის ადამიანები, რომ არა მათი მხარდაჭერა, რასაკვირველია, ვერც ჩვენ ვერ ვიქნებოდით დღეს ეთერში. იმდენი წვერმანი და იმდენი ხარჯია. აი ამას უსურვებდი მე ქართულ ტივისა. თუ მე აქ რაღაცა მცირედი წვლილი შემიძლია შევიტანო და მომეცემა ამის საშუალება, მე მხოლოდ მადლობელი ვიქნები ღმერთის და რა თქმა უნდა მარტო ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, რაც არ უნდა გავაკეთოთ ჩვენ მომავალში. თავარი არის ჩვენი ერთობა, თავარი არის ჩვენი კეთილგანწყობა ერთმანეთის მიმართ და ჩვენი პატივისცემა ერთმანეთის საქმისადმი ერთგულება. რასაკვირველია პროფესიონალიზმი. რასაკვირველია და თან გამოაკეთე. თქვენ რაც ძალიან მეტყვიო და სერიოზული და მეტროული კითხვა იყო ხელწერა ტელევიზიის ჟურნალისტ ტელევიზია სოფიოში და საქართველოში. ჩემთვის მაგალითად არის გამოჩეული ახალი BBC, რომელსაც მე უსმენ ყოველდღე და გამოწნებას ვთქვათ იმას, რასაც არის Fox News and CNN, თუნდაც ან სხვა, იგივე Al Jazeera, ну, რა თქმა უნდა, ძალიან სრული ტელევიზია, ამათ ყველაფერს მე გამოვკვდი BBC-ში, ჩემთვის ის ყველაზე სერიოზული, ყველაზე დახვეწილი. ანუ ის ბოლო ის სტაცია. ანუ იქ შეიძლება რაღაცა შაბლონის, გავსი რამე ძალიან მაღალი კულტურის, შინაგანი პასუხისმგებლობის მატარებელი. ну, ძალიან ძველი, რა თქმა უნდა, ის და თავის ამ ინგლისური დამოუკიდებელი ცოტა ტრადიციული, ის უფრო კაცად უდგებია, როგორც ინფორმაცია სავანადისაც. და თან ეს არის ძალიან მაღალ ცოდნაზე, აი რუთით მეცნიერულ საფუძველზე, იმიტომაც არის ჩემთვის ეს ტელევიზიაც ასეთი ხელწერის მატარებელი ჩემი აზრით მომავალში კიდევ უფრო, ვინაიდან ჩვენ რედაქციო საფუძველზე სამუშაო გვაქვს, იმიტომ რომ ყველაფრის თქმა არ შეიძლება ტელევიზიით, ყველანაირად არ შეიძლება, კიდევ განსხვავებული აზრის ახლა თქვენ ძალიან მაღალი ტონის კულტურის კინოს, მუსიკის და რასაც თქვენ ემსახურებετε გოზაფრომებული მე რასაც უყურებთ რა ხალხსა რაღაცების თავმოყრას ხდება, მიწოდება ძალიან კარგი ფორმით ჩვენი მაყურებლისთვის და ამით გამორჩეულები ვართ. არის სხვა სფეროები, ჩემი სფერო, რომელიც ძალიან პასუხისმგებლობას მოითხოვს, იმიტომ რომ ირული მართლა საოცარი რაღაცები ხდება, ხო? და ის კიდევ უკავშირდება ჩვენს აი ეს კავშირი რომ სწორად დავანახოთ ჩვენს მაყურებლებს, მაგრამ ჩვენ გვაქვს აქ კორიფეები, ინფორმაციული მეცნიერების თვალსაზრისით, ბატონი ვახში ჟვანია, აი ამ მათთვის სპეციალისტი არის, უნიკალური სპეციალისტია, ხო? აქ ყავს ჩვენ გიაბაშილოვა, რომელიც შეგვიძლია სოფლიო ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანია, რომელსაც აქვს საოცარი ინტელექტუალური ალბათ არის თავში ეს მზრუნავი მეცნიერება, მრავალგზის დოქტორია და ძალიან აღიარებული პროფესორი და ასეთი ადამიანები შემიძლია ჩამოყალიბდეს MBA. კავშირს ხდება. აი ეს ადამიანები, როდესაც სწავლობ, რაღაცა უნდა გაერთიანდეს, რა თქმა უნდა. აი ეს უძახ ალბათ მედიას შენი აღიარებული ლიდერის, რომელსაც ყველა უდიდეს პატივს გარკვეული ხალხიც არის, როგორი გაგვაერთიანებს ვიყო საერთო, ანუ ხელწერას უბრალოდ ამას ნიშნავს, რომ სარედაქციო საბჭომ მიაღწიოს იმას, რომ კივად განსხვავებულები სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები რაღაცა უნდა გაერთიანდეს, რომელიც აუცილებლად საგრძნობია. ანუ მაყურებელი ამას ცნობს, რომ რაღაც პერიოდის მერე როცა გავიზრდებით აუცილებლად გავხდები უფრო დიდები, უფრო ძლავრები და უფრო სოციალური იქნებით და ნოდარდამპარტიის გამოდევია და ხოლმე აი მაშინ მაყურებელი ცნობს, რომ ის სულის კეთება, ის კეთება რაც აქ არის, და აი მარტო ქართული ტივისის არის დამახასიათებელი და პირველ რიგში ვფიქრობ ეს აკადემიის დარჩება, იმიტომ რომ ეს ყველას
მიზანჯანდებით ინიციატივ გვახასიათებს აღებერად ეს აღარ არის საძებნი უბრალოდ აქ ერთ ხელწერაში გაერთიანდეს ეს აკადემიზმი რომ ქართული ტივის ხელწერა იყოს ეს იქნებოდა ჩემი სული რამოდენა ბედნიერება რომ ჩვენ ეს ვიქორწინოთ კვაშილები წინა სხდომა იყო სამე საკალოდონია წინა სხდომა იყო და ჩემ გვერდით ბატონი და მე აგიმიკა გორზე არ დამიწყია ცერა პირდაპირ ვიხედებოდი და მიგროლა გამბო დაინახა მომდე და კვაშილობა ვიცნობ საოცარ ხოთო საყოველთაო მე კი ამის მარტივად გადმოსცემს ამ თავის უდიდეს შრომას გუშინ მქონდა ეთერი 4 საათიანი ლაივი მქონდა გუშინ და დაგვემატა კიდევ სხვათა შორის გვემატება გადაცემები აი ესეც არის ძალიან სასიხარულო ბატონ კასრაძე გუშინ იყო 4-ვე საათი ისეთი საინტერესო ვერ მოწდებოდი ერთი იყო კვაშილავა ჩილაჩავა, შემდეგ ეს კასრაძე, ბოლოს ბატონი ვახშის ყავდა გერმანელი, გაქართველებული გერმანელი, საოცარი ადამიანი, იმხელა ცოდნა, იმხელა ინფორმაცია, ქვეყნის სიყვარულით ნაშრომი, მანაც საავტორო გადაცემა დაგვირდა, რომ შემოგვიერთდება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გვერდებიან, რასაც თქვენ ბრძანებთ და აკადემიურია ეს საზოგადოება ჩვენ გვერდება და მიზანი და თქვა გაერთიანებას რო ბატონო კოტე გაერთიანება უნდა მოხდეს იდეის გარშემო იდეა რა არის ჩვენი იდეა რომ ტელევიზია იყოს ქვეყნის ტელევიზია იყოს ქართველი ხალხის ამას ბატონ თემურის მადლობა ამისთვის რომ დღემდე მოიყვანა აი ასე დამოუკიდებელი და თავისუფალი არავისი არ არის ტელევიზია შემოგვცა ნამდვილად და ეს ტელევიზია აგრძელებს იმას რომ აი სახალხო მე ვინატრებდი რომ მოვიდეს ის დღე რომ მოდესღაც თქვან ადამიანებმა რომ მოდით ამ ტელევიზიას მივანიჭოთ ჯილდო და ეს არის სახალხო ყველა ჩვენთაგანზეა დამოუკიდებელი და ჩვენ ამისთვის ვიშრომებთ და გავაკეთებთ ყველაფერს და მე ჯერავს აი მე ვხედავ ამ მომავალს ჩვენ გავიარეთ ეს სირთულეები, რასაც ახლა გავდივართ, მაგრამ მე პირადად ვხედავ ამ მომავალს. ძალიან მიხარია. ეხლა მინდა კითხოთ ესეთი რამ. არის თუ არა უპირველეს ამოცანათა სცენარებში მაყურებლის შემოსვლა ეთერში. კი, ეს კითხვის დასმა შეგვიძლია. ეს ტექნიკურად არა, ეს ჩვენ უკვე აღებული გვაქვს ამას სპეცნომერი ჰქვია, რომელიც ჩვენ უკვე ავიღეთ, მაგრამ ზუსტად ეს ჯგუფი პროფესიონალებისა, რომლებმაც ტექნიკურ მხარეს უნდა მათ იმოქმედონ და მათ პასუხისმგებლობაზეა ეს ყველაფერი, ძალიან მალე როგორც ვიცი, საბჭოს ხდომა იქნება მოწვეული და ბატონი თემური წარადგენს, ახლა მე ცოტას გაუსწრებ ამას სასწაული ის გააკეთა რეორგანიზაცია, გაუწევთ და ეს განშტოება რომ ნახოთ, არა აი დემოკრატიის ნიმუში ეს შეიძლება გამოიყენო ყველა საქმეში. კი, ძალიან საინტერესო საბჭოც ემატება, მეგობართა საბჭოც ემატება, კრიტიკული საბჭოც ემატება. ანუ ერთი ადამიანის გადასაწყვეტი აქ არ იქნება არაფერი. ანუ სულ უნდა იყოს გათვალისწინებული, რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმზე და კეთილსინდისიერებაზე დაფუძნებული ყველას აზრი უნდა იყოს გათვალისწინებული. რაც შეეხება მაყურებლის აქტივობას და კავშირს გადაცემებთან, ეს ნომერი აღებულია, ამას სჭირდება მხოლოდ ტექნიკური შესრულება და ეს გუნდი, რომელიც მოვიდა ახალგაზრდების და რომლებიც აპირებენ ეს ყველაფერი გააკეთონ, ძალიან მალე ეს იქნება. ხომ თანხმობით რომ ეს არის აუცილებელი. აუცილებელია, იმიტომ რომ უკავშირი ქვია მას სპეციალური ტერმინი არსებობს, რა თქმა უნდა, ამის გარეშე ჩვენც ვერ იქნებით ვისაც თანხმობრივ მიგდავთ ხო? თუ არ გვეცოდინება სად არის ჩავარდნა რომ ადამიანები ჩვენს მორიგებით ზუსტად იმ ინტერესს და აი აქ მოხდება ზუსტად ეს უკავშირი. რაც უფრო მაღალია პროცენტი ამ უკავშირის, მით უფრო წავიწყეთ წინ და მით უფრო ვიგრძნობ ჩვენ ამ ხალხთან განსაკუთრებით, როდესაც ჩვენი ტელევიზია არის ძალიან პოპულარული ადამიანებში ემიგრანტებში. ჩვენ მილიონის ცოტა მილიონი ადამიანი გვყავს და იქ ძალიან გზნობიერია. როდესაც მეც ვიცხოვია ემიგრაციაში, მომწია რა პერიოდი წლების კი და ვიცი ამ საფრია და მაშინ არასორო მე მქონდა საშუალება მაშინ მეყურებინა ქართული გადაცემისთვის ხო ალბათ შემდეგი წამომიდგა ასეთი საშუალება არ იყო
აი ხა წარმოვიდგინე ეს ადამიანები რომელიც შეიძლება თეორიით კი რა შეიძლება წელით და 2 წელით დააყოფილან მაგრამ მას აქვს საშუალება რომ მოსმინოს თუნდაც ეს ავტორებადაცემას მოც და ჩვენს და პასუხი ეს აკითხვა და ჩვენ რო ვეკნება იმის ემოციის მოსმენის იმის ჩემს საშუალებას იქნება უდიდესი და რა თქმა უნდა ფუნდამენტი რომ ჩვენ ნამდვილად რეალურად ხო ეს ალბათ ჩვენ თავიდანაც უნდა ლაპარაკი იმაზე აი ძალიან მინდა შორის ემიგრანტები ჩვენთვის განსაკუთრებულად საპატივსაცემო ადამიანები არიან ჯერ მარტო იმისთვის რასაც ისინი ქვეყანას უკეთებენ ძირითადად ხომ მასები და სამკვეთის ეკოლოგია და ჩვენც მეგობართა ჯგუფშიც ყავს ემიგრანტები მადლობა მეგობართა დარბაზის წევრი ჩვენ მათთვის ახლა სპეციალურად ის დრო რომელიც არის მეცნიერთა კონგრესის დრო სადაც ბატონიკოთის გადაცემაც არის ჩვენ მათთვის ეს უკვე გავაკეთეთ ანუ როდესაც მიდის ლაივის დრომაც გადაინაცვლა სპეციალურად ემიგრაციისთვის მეორდება ეს ლაივი კი რომ მათ მიეცეთ საშუალება მათი დროით უყურონ უფრო ამერიკაზე გავაკეთეთ აქცენტი იქ უფრო მეტია ალბათ ემიგრაცია ქვეყნის მასშტაბიდან გამომდინარე და შემდეგ დილის საათებშიც მეორდება რომ რაც შეიძლება მეტი საშუალება გქონდეთ ნამდვილი პოლიტიკის მოსმენისა თუ რეალურად რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და ეს მაღალი პროფესიონალი ადამიანებისგან მიიღონ ეს ინფორმაცია ეს ნაბიჯი გადადგმულია უკვე ეს სქემა მუშაობს და ესე ნელ-ნელა სულ სხვა სახე ექნება ყველაფერს მიცემული მე ამისი დიდი იმედი მაქვს და სურვილი რა ძალიან მიხარია და შრომობთ ამისთვის გაავტომდე გვაქვს თუ არა ბატონი თემურისაგან უფლება რომ აი ცოტა მეტი თქვათ კიდევ რა არის მისთვის პრიორიტეტი ალბათ ახალს ვერაფერს ვიტყვით გამოტონმანანა პრიორიტეტი რჩება ის რაც იყო ამ ტელევიზიის დაფუძნების დღიდან და მე ასე მეგობრულ გარემოში მისგან მომისმენია რომ მე სიტყვა მივეცი მე რა ბერძენიშვილს სახში და რეზო ჭყეიძეს და სულ რო არაფერი და მარტო დავჩეო მაინც შევასრულებ ამ სიტყვასა და ნუ პრიორიტეტი ალბათ არ შეიცვლება ის რომ ეს უნდა იყოს სახალხო ეს უნდა იყოს მართალი ეს უნდა იმსახურებოდეს საქართველოს არა მგონი ახლა თემურშეშიშვილი რამე შეცვალოს არა ბატონო აქამდე შეცვლა და ბატონიკოტე იცით რა რაღაც აი ძალიან დიდი მოკრძალება და პატივისცემა მიჩნდება აქ რო შემოდივარ და რატომ იმიტომ რომ ეს იდეა ამის არსებობისა სადაც მე მომეცა საშუალება გამოსვლისა თქვენ მოგეცათ საშუალება თქვენი ხმა მიაწვდინოთ ხალხს ეს ისეთმა სახელმა ორმა უმბერაზმა ადამიანმა მოგცა ამის საშუალება რომელსაც უნდა ევერფერებოდეთ გამუდმებით და ჩვენ რომ მათ ნაშრომზე შემოვედით მე რატომ ვაცვანე პასუხისმგებლობა მაქვს მე თანხმებით თქვენ აბსოლუტურად გეთანხმებით რომ ეს სულ შეგვეცება რაც აქ არის ეს არის დაიმ ავტორიტეტების ნაცვლად უსწავლო პატივისცემა რომ ყველა დოკუმენტში მათ შორის მეცნიერთა კონგრესის რომელიც მეგახლავ იქაც ეს სულ შეგვეცება ეს განაცესავად სწორედ ძალიან ახლოს ტელევიზიას რომ ჩვენ არ უნდა გადავუხვიოთ ძალიან დიდ წანამძღოლებს ასე ვთქვათ რაზედაც ქართული საზოგადოება იყო ძალიან ძველი სახელმწიფო სოფლიოს კავშირის ერთ-ერთი მაგალითია საქართველოს და საერთოდ და კიდევ შეუსწავლელია ბოლომდე ვაშლო 1000 წლით გადაწია კიდე ქართული ისტორია შეუსწავლელია ყველაფერი ბოლომდე მაგრამ ჩვენ აი თანამედროვეობის და აი ბატონ თემური ამაზე შეიძლება ის ძალიან ძალიან თანამედროვე კაცია რომ ჩვენ აი ჭიდილი იყო ცოტა ხნის წინ აი სოციალური ქსელები და ტელევიზია ანუ იქ უფრო ახალგაზრდული ასეთი იქ უფრო მეტი შესაძლებლობები ცოტა პროგნოზები რომ ცოტა ხანში ის დაახშოს ტელევიზია ასე არ მოხდა ტელევიზია დავჭა და ახლა ცოტა გათანაბრდა ეს ჭიდილი ჩვენ ახლა იმ ეპოქაში გვიწევს მუშაობა როდესაც პირიქით ხდება შეცდომა რაღაცას აქედან ის კიდევ აქედან მოჭრები უკვე ტექნიკა იძლევა საშუალებას ეგ TikTok-ი უკვე X-ები ეს ყველაფერი რაც გაჩნდა სოციალურ აი ეს უნდა ავჩისოთ ეს უკვე
თანამედროვე ძალიან თანამედროვე კალბატონია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აქ აი უკვე ხდება გამოყენება მე ძალიან ვედერია, კიდევ უფრო მეტი იქნება ვისაც მიდის თუნდაც ლაიში მე შეიძლება უკვე და სოციალური ქსელების თუნდაც მე TikTok-იც გაჩნდება უკვე საშუალება ხო? როდესაც ის მიქსი ერთმანეთთან ამას ყველაფერს გავაერთიანებთ და ტექნიკური საშუალებებს გაგვესდება და გვექნება ამისი. ჩვენ მაშინ თორე უფრო საინტერესოს გავხსნით, ვიცით, უკვე ახალგაზრდები რას ვეძახით, ახალგაზრდების მათთვის ეს უფრო კომფორტულია. დავაინტერესოთ რა შეიძლება. ვადმოგოთ ეხლა გამიჩნდა გიაკოშილოვა ახსენეთ ეხლა თქვენ. აი ეხლა ამ წინადადებაში. წინა. და მინდა გითხრათ ესეთი რამ. მე საიდან მიცნობს გიაკოშილოვა. იყო ასეთი უზარმაზარი მეცნიერი, თქვენ იმ წუთში დამეხმარა და მე თანხმებით როგორც იგეცენებთ, ბატონი რამაზ ბადარიძე. ხო, და იცით რა, ესე იგი, მე უახლოესი მეგობარი ვიყავი, შემოდით ყველა საიდუმლოს ის ჩემთან ამბობდა. და მე იმდენად ბედნიერი ვარ, წარმოიდგინეთ, რომ რამაზ ბადარიძე რომ თვითონ გიკითხავს მარტო შენ ლექსებს. ნუ ეს ჩვენი მეგობრობა იყო რაღაც აუცილებლად და გიაკოშილოვა შეესწრო ბევრჯერ. და მე მაქვს და იცით რა, დიდი მადლობა მიხადა ყველამ, ვინც მომწოდა იმის გამო, რომ ბატონი რამაზის შესახებ არ იყო არანაირი ინფორმაცია საზოგადოებისთვის მისაწვდომი. ან ან ბიოგრაფიული, ან საქმიანობისადმი და ეს გავაკეთე, საიუბილეოდ გავაკეთე და იცით ეს წიგნი რო გამოვიდა ერთი პარტია დამთავრდა გავეცით და გახდა მეორე დასაბეჭდი და იცით რა მე რატომ აღნიშნე ხლა ეს ბატონი რამაზ ბადარიძე ნაი რომ მიდიოდით ქუჩაში დაუშვათ ხო და აი დაუშვათ შევხედე ვთქვათ რაღაცის გამო ან წინ გადადგა ნაბიჯენად იცით რა იყო ერთჯერაც გამიჩნდა ესეთი წინადადება ესეთი აზრი მისი მისამართით ზნეობის თვით აკიდებული მიდის მეთქი აი ეს უცბად აი მოვიდა უცბად ეს დიდი ქართველი ბევრია მაგრამ ზნეობას რო ყოფილი ეს ცოტა ისეთი ის არის აბიცი არ მინდა თქვა და ბადნოკოდე გეგუნებათ თუ არა მე თქვენს გითხავთ გეგუნებათ თუ არა ადამიანი დღეს თქვენ რომელზედაც შეგიძლიათ თქვათ რომ ის ზნეობის თვითაკიდებული დადის ცოტა პოლიტიკური მიზეზი არა ეს არ მომიგია ხო ვეგუს შეიძლება იყოს ვინაჩი პროგრამას ასე თქვა ვცდილობ მაგრამ გამოვდით საბედნიეროდ მოდივა ცოტა აკადემიური წელებიდან დიდი ხნის განმავლობაში იქ დავიცავე ხალისხიც და რეცენზიად აკადემიაში მუშაობდი დიდი ხნის განმავლობაში ამიტომ რუსთავის საზოგადოებაში ვიყავ დიდი ხნის განმავლობაში და მქონდა ბედნიერება ძალიან წეში მეტეალა ჩემი უფროსი მაშინ ადამიანებისა ბატონ ხაკობახრაძის ოი არ მითხრათ ისო საოცრება ხო მე და ძალიან ბევრი მეცნიერები მიხეილ გურგენიძეში და ეს იყო აქტივისტი დირექტორი გორდეზიანი ახალი აი უნიკალური მე მას გიორგი საკაძეზე ვკითხე და არასოდეს არ მოვიდება ისეთი რაღაცები თვალო შეიძლება თამაშობ ხო ძალიან გაურებული ამაზე უნიკალური რაღაცები თვალო და აი ბატონი ასევე საყვარლს ძალიან ახლოს ცოტა მესიტი მეგობრს მაჩკეს და პრაქტიკულად ესეთი ადამიანები აი დღეს ვისაც დავასახელებ ეს არის ფსიქოლოგია ამასაც ასწელი შეუსრულდა როგორი ცოტი ყოფილა წაიწეთ მაგისლექსი მაგრამ ნახეთ ამინუცნას მე როგორც საზოგადოება დინა ამიულოს რას ძალიან აუბა ხო სხვა ენებში და აღნიშნული ხო სამე ნახეთ ამ სიუჟეტი ასწელი შეუსრულდა ახლა სულ ამ ყველაზე სამგონებოდ აკაკიშანიძის შვილი
და თვითონ მისი არ არსებობს საზოგადო ფენა კულტურის საკითხი დარგი, სადაც ზექალა შანიძეს არ გამოთქვამს თავისი აზრი, მათ შორის საზოგადოებაში მიმდინარე პროცესს და ზუსტად იმიტომ არ მოსწონს ვიღაცებს, რომ ის პირუთვნელი იყო. ამბობდა იმას, რასაც ფიქრობდა და თან იცოდა რას ამბობდა. და ვიღაცებს ეს არ მოსწონდა. მაგრამ ეს ამ ხელისუფლების ორგანოების ჩვენი პრობლემაა, ვიდრე ქაბადის მაგრამ ის საოცრია. აი აბსოლუტურად სწორი შეფასება იყო ეს. ეს არის უფრო ჩვენი პრობლემა. ვიდრე იმისა. აი ნამდვილად მირეკავენ მეცნიერებათა აკადემიიდან ბევრი ყავს ქართველი მეგობარი და მანო დაგაგვიანდა ამ წიგნის გამოცემა, როგორც დაიყო გრაგლიანის ამბები. ხოდა რატომ მეთქი წიგნს ქვია ჩემსაც ბატონ რამასთან დაკავშირებით რაც გამოვეცი ქართული ანბანი 2006 წელს როცა მან წერტილი და სხვა ყველანაირი დოკუმენტაციის დააფორმებული რომ ნამდვილად ეგრეა. აი მაშინ მივეცი თავს უფლება რომ ბატონ რამაზე ახლა მithore არაფერი მითხრათ მეთქი საგაზეთო სტატიას ვაკეთებ თუ არ გუთხარი რომ წიგნს ვაკეთებ და აი ესეთი საფაურია გავაკეთე მეთქი ხოდა შენ სარგებლობ ყველაფრის უფლებას რო გაძლევ და წიგნს ქვია ესე მე თქვენ მოგართმევთ იმზე საოცრად ქართული ანბანი 2006 წელს და მირეკავენ აკადემიიდან დაგაგვიანდა უმითხრეს და რატომ მეთქი რომ ვფიქრება და შენ 2006 წელს იგი წერიაო და უკვე 3000-ზე ასრულებდა და უკან რო არ დაბრუნდება ეს ვიცი მეთქი და წიგნი აროს რამდენიც უნდა აი ესეთი ის იყო პატარა საამობები კიდე არის სოციალურ თემას აღჭერით რომ და თავადების შეერთებაში მაქვს პატარა ჩემი ხელმძღვანელი სამეცნიერო ხელმძღვანელი ამასინდა და მგარს საოცრებიაოს პატივი ვადებულება ჩინცოს ისურიებს ქაბადენი თინათი წელები ორი აკადემიის ჩემი უშუალო ხელმძღვანელი ჩემი აბედნიერება თითოეული წუთი თითოეული საათი მახსოვს როგორც საოცრები აი დიდ და მისი მეუღლე გახდათ აკადემიკ ვლადიმერ მაყაშვილი რომელიც ასევე ჩემი ხელმძღვანელი ამ ადამიანებთან ერთად მოგზაურობით ხოლმე დავდიოდით და ხეთში და ეს პრობლემა არის ეს დიდი პრობლემასაც მე ვშოვდი სამართლის და ეკონომიკის ინსტიტუტში მაშინ მაშინ კოლიფე დღეს შემოჩა ჩვენ აი აქედან ამ დიდი კულტურა საბედნიერო და აი მეცნიერთა კონგრესი მართლაც სამეცნიეროს ადამიანებთან ერთად შეიარჩუნა მაგრამ რაღაცნაირად აი კავშირი მაშინ როგორც მაშინ იყო ეს რომ ყველას მოწაფეები ხალხით ამაყობდნენ ჩვენი არ მოსვენებას არ მოგცემდნენ როაგამითარებდა ყოველდღე ჩვენ გაიძულებდნენ ეს შიში თქოს მახსოვს რამები ამიძინა რომ გაიძულებდნენ რომ ქაბადონი თინას რაღაც მოტანილი ნაშრომი მე უნდა დამეწდა ლიცენზია არ მოგიგენია ხელი ვირაკავდა და ხოლმე მაგრამ ვიზიდებოდით ამ ხო აი ესე ვიზიდნენ კარგი ჩანაფიქრი იყო რა თქმა აი ესე ვიზიდებოდით ასე თამამდებოდით და ეს იყო აკადემიზმის სწორედ და ის როგორ შეიძლება რომ დაიწყებას მეწოს ზუსტად აი ჩვენი აი ესეთი აკადემიზმი მასენი ჩვენ ამაზე და ველაპარაკობთ ახალგაზრდებს რომ ქართული კულტურა უცება და შეიძლება თამარ მეფის დარბაზი არსებობდა ასეთი ჩვენ ორი წუთი გვაქვს აუსენ გავიხსენო თამარ მეფის დარბაზი უსწრებს დროში ზუსტად 80 წლით აი ასეთი ჯონ უმიტაც მოქვია იმ მეფეს ვინც პარლამენტი პირველი პარლამენტი ბრიტანეთში გააჩინა. მე გამდენს და იმით დააბრუნოს უმიტაც. იმ ჯონმა და ითვლება რომ ეს პირველი პარლამენტია სოფლიოში პარლამენტის პირველი მე-13 წელი. აი მას 80 წლით უსწრებს სამამეთის დარბაზი რომელიც უფრო უკეთესი იყო, უფრო მაღალი დონე იყო ვიდრე ის რაც შეიქმნა ის ძულებით შეიქმნა და ამან ჭუით და გონებით და მოთხოვნებით შექმნა. მე ამ მონღოლების შემოსევა ამ ყველაფერს უკან გადაძია და საუბედრო დაარჩევია როგორც ინსტიტუტი თორემ ჩვენ გავასწრებთ გასაუბრებას პარლამენტის ისო შექმნილი იყო და აქ საქართველოს აი ამის შეგებია აი ამის მემკვიდრეებია და აი ეს უზარმაზარი საოცარი კულტურა გვაქვს რაც ერთ-ერთი ჩვენი მიზანიც იქნება რომ აი ეს
ესეც ესე ნაწილ მოვაწოდოთ ჩვენ საზოგადოებაზე. არ გეჩვენებათ ჩემი აზრი, გავაგზავნებია. ორივეს გეკითხებით ალბათ საზოგადოებასაც. არის თუ არა აუცილებელი ჩემი ეს დიდი ხნის სურვილი და ამას არაერთხელ ვამბობ ეთერიდანაც, რომ ის ადამიანი, რომელსაც საინტერესო თხრობა შეუძლია, საინტერესო ჩვენი ისტორიისა, საინტერესო მეცნიერებული ცალკეული კვლევებისა, რომ სკოლებში მიიწვიონ და ბავშვებს პატივისცემა გაუჩნდეთ. აი, ვის უნდა ვისზე გავაკეთოთ სწავლება. ბავშვისთვის ეს ავტორიტეტი აუცილებელია. მეთანხმებით თუ არა? ერთი იდეა რომელიც ბავშვებს მინდოდა რომ გამჟღავნებდნენ თქვენ თემას შეეხეთ სულობით გამჭირდება. მე მაგალითად დავსვედი აკო ბაქრაძის უნიკალურ საჯარო ლექციას. ამისი ფორმა, ამის აი ასკენ ახორცან ცხოვრობს, ხო? არ შეგვიძლია ერთი დაგით, ერთი მიცე. საოცრება იყო კონდემონსტრაცია საჯარო, ხო? მაგრამ მაშინ არ იყო ამის საშუალებაც ახლა გვაქვს. შესაძლებელია თუ არა, ჩემთვის ვიგო ცოტა ჯერ ნერვი იქნება, ეს მე ვფიქრობ გადაწყვეტა. მე გადავიდამ ხალხადაზე ეს მეუბნები, რომ ჩვენმა ტელევიზიაში შექმნა რაღაც უნიკალური ეს საჯარო ლექციის ფორმა. საჯარო ლექცია რომელიც შეიძლება სკოლებმა, უნივერსიტეტებმა და მე მთხოვე, შეიძლება თქვენ ხოლმე მაგალითად, რაღაც მაგით რო არა, რაღაც 20 კაციან, 30 კაციან ავდარ, უბრალოდ 20 კაცი, 20 მაგრამ თუ ეს იქნება საშუალება ეს პრობლემაა, ხო, მე მოჭრა სულ სხვა ამბავია, ბატონო, არის თემი, რომელიც შეიძლება ათასობით ადამიანი რომელიც მე ძველდება ის ეხლა აი ეს პატარ-პატარა საშუალებაც არა ფიზიკურად, ხო? დღეს არის საშუალება ამისი, მაგალითად ყველა საფეს ტელეფონით, ინტერნეტის ხო, აი მაგალითად ქართული ტივი ქმნის საჯარო ლექციების ციკლს. შეიძლება ეს ერთი ადამიანი არ იყოს, შეიძლება იყოს 3-4. კი ბატონო. აი რა ზანე ნებისმიერ სფეროში. აქ ზანე ერთი გადაცემის მერე მეორე გადაცემაში უკვე იქ დაგროვდეს წერილები. და განხილავდეს. დიახ და პასუხები. ანუ ჩვენ ვიტყვით რომ ჩვენ მივიღეთ აი ეს რა კარგია სამული რომ ანუ მეორე გადაცემაში იმ ადამიანებისგან ვინც ეს მოისმინეს უკვე მაგიდაზე გვექნება და აქ ჩვენი ჯგუფი მას დაამუშავებს სპეციალური წინასწარ და უკვე აი ესენი გწელენ აი ეს აუდიტორია გწელს აქედან უნივერსიტეტთან მოგწარა სკოლა მოგწერა ეს იცით რა იმათ თვალებს რომ უყურებ ეს იმდენად გადამდებია იმათი სიცოცხლის უნარიანი აი რო აინტერესებდა ანთებული მინდა ანთებული შეიძლება ის იყოს სამბელოს მე ვამსა მინდა რომ ეს ფორმა ვიციო აი რა უნდა შეიძლება რა შეიძლება ჩვენ მე უბრალოდ ვიცით ის უფლებას უკვე ტელევიზია თქვენ ხელმძღვანელობა რომ ეს შეიძლება რაღაც დღეს რა პრობლემაა ხო ჩიპის სახით გამოიყენოს და სკოლებს მომდეც საშუალება რომ მოსა უკვე თვითონ აუდიტორიაში ამ უფრო გაფართოებული სახით იგივე უნივერსიტეტებში გამოიყენოს ქართული ტივის ყოველდღე იქნება საავტორო უფლება ქართული ტივის და მიცეთ ეს უფლება რომ გამოიყენოს მე მგონი ეს ამის კარგი საშუალება იქნებოდა რომ ბატონო ძალიან მომწონს თქვენი ახსნა განმარტება და თქვენი ისა საუბარი რაც ახლა მომისმინეთ მაგრამ ამ ერთ რამეში გამეთანხმეთ რა ცოცხალი ურთიერთობა თვალებით კავშირი ბავშვებთან ეს საერთოდ სხვა რაღაცაა ფუფუნება კი მაგრამ მოდით რა იცით რა შევკრათ ჯგუფი შეიძლება ჩვენ შევეძლებოთ შევკრათ ჯგუფი ერთ თემაზე ერთ სკოლაში ერთი წავიდეს შემდეგ თვეში მეორე წავიდეს და აი ესე გახსოვთ რომ კოლექტიურად იმაში რომ დაყავდათ თეატრში ბავშვები თეატრი დღეს არიციან მე იცით რა სამოსი იცით რა ოპერის თეატრთან გავლა ეს ცოტა იცით ნაბიჯებს ვცვლიდი მეცნიერებათა აკადემიასთან გავლის დროს და ოპერის თეატრი ეს იყო ნუ ეს რიტუალად ითვლებოდა ჩემთვის და დღეს ოპერის თეატრში შედიან ნუ აი ბობენით რა ქვია იმას ყუთებში რო ისყრია
რაღაც საკნატონოები. ბადიბუდი? ხო, ნუ თუნდაც ეგა. ოპერაში ყარიანი. ნუ ისე კი აღარ მოგინდება, ოპერაში კი არა ვიცი. მე მგონი ამოწურეთ არა. ხოთშორის ბაზის თქვენ საუბრობთ, ხა შეულებრივი იდეა დაიბადა ახლა. აი, კანცელერში ძალიან საინტერესო. რაც შეეხება ცოცხალ შეხვედრებს, ალბათ ეს უფრო სისტემური პროცესია, ამას დასჭირდება შეთანხმება, ეფექტურია უფრო. კი, მაგრამ ასე ადვილად როგორც ვიცი, დღეს ესე საჯარო სკოლებში ვერ შეხვდა, რაღაც არსებობს კანონმდებლობები, რასაც უნდა მოვერგოთ. დაკეთდეს საღამო, ხედავთ რომ სისხლის პასუხისმგებლობას. მე ვფიქრობ, მე იმიტომ ასენი ჩიპები მე ამაზე ვფიქრობ, ისა ჩამოყარა რაღაცები და მე აუცილებლად მოვაკვირდი ამას რომ ეს იქნება საკუთრება, ეს შეიძლება რატომაც კერძო სკოლებია ეს ვიდრებიც არიან ყველაფერი ტელევიზია გამიგო შეიძლება და ეს იყოს პროდუქტი რომ ასე რომ დიდი სკოლები კერძო სკოლები მაგრამ საჯარო სკოლები შეიძლება მიცეთ და აი განსაკუთრებით რეგიონებში ვაჩუქოთ ეს მაგრამ აი ვისაც ამის შესაძლებლობა მივიდოთ რომ მათ კონდეთ უფლება თავის აუდიტორიაში იმის და მიხედვით რომ ეს ფაქტიურად პაკეტი იქნება არჩიო და მიეძებონ ეს ინფორმაცია მათთვის შესაძლებელი რომ ეს იქნება აკადემიური ინფორმაცია იქით გქონდა და ფული გადასახდები წაიკითხა და მოისმინო არა ისაც უფასოა საერთოდ ხო იცით უფასოა ხო უფასოა ამიტომ იმასთვის ისაც აქ ამის შესაძლებლობა საბედნიერო ყავს დიდარი ადამიანები ქვეყანაში და გლობალურად შეიძლება ხო ჩვენც დავიჯეროთ პარიან ტელევიზია გამეთავდეს და იმათ ისოდან ამის ფასი უნდა იცოდეს ადამიანები მოკლედ ძალიან მიხარია რომ დაიბადა აზრი რომელსაც ეხლა ხელი შეწყობა უნდა რომ გავზარდოთ არ მივატყობოთ და იქნებ რაღაც გამოგვივიდეს ძალიან მიხარია იქნებ ამოიღეთ იქნება რა ყველაფერი გამოგვივა ძალიან მიხარია დავიმშვიდობოთ ალბათ მე ძალიან გმაყოფილი ვარ ვერ დავმალავ ჩემი სტუმრებით ჩემის ამ მოწოდებული თუ წარმოთქმული აზრით გემშვიდობებით შაბათს 4 საათამდე ეს ამჯერად და მე დრო ალბათ შეიძლება და ალბათ თუ მიადევნებს თვალყურს ნახავთ გემშვიდობებით კეთილი ზოგიერთი დიდი მადლობა